დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ როგორც ყოველთვის აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ შშმ პირთა ჩართულობა პროფესიული განათლებისა და დასაქმების მიმართულებით ჩვენი სტუმარია საზოგადოებრივი კოლეჯის სპექტრის ხელმძღვანელი მათე ტაკიძე მოგესალმებით ბატონო მათე მადლობა მობრძანებისთვის და რაც შეეხება განათლებას რა თქმა უნდა ახალგაზრდების ჩართულობა მithumetes ამ პროცესში თან როდესაც საუბარია ხაზი მინდა გავუსვა შემდეგ დასაქმებას მათი განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენ დაიწყეთ სულ ახახან პროექტი ისწავლე და დასაქმდი მინდა საუბარი დავიწყოთ ამით და ჩვენს მსმენელს მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია და რა თქმა უნდა შემდეგ თვითონ სწავლების პროცესზე საგანმანათლებლო პროგრამებზე რა თქმა უნდა შშმ პირების ჩართულობაზე ასე რომ სასაუბრო ბევრი გვაქვს რა თქმა უნდა ბევრი არის უპირველესად მადლობა თითოეული ესეთი ტიპის გადაცემა ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას განათლების მიმართულებით და განსაკუთრებით პროფესიული განათლების კუთხით ვფიქრობ ძალიან საინტერესო პროექტია რომელზეც ჩვენ ახლა თქვენ თავშევე უკვე ახსენეთ და ეს გახლავთ ისწავლე და დასაქმე რომელიც გახლავთ ფილის მერის პროექტი რომელიც არის საკმაოდ საინტერესო პროექტი გამომდინარე იქიდან რომ თუ დღეს ჩვენ გადავხედოთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაში რომ ის ბაზარზე მინდა გითხრათ რომ არის დეფიციტი და არ არსებობს სფერო სადაც დეფიციტი არ იყოს ეს არის სამშენებლო ინჟინერია სერვისის მიმართულებების სამედიცინო სექტორი სოფლის მეურნეობის მიმართულება და ასე შემდგომ ყველა ამ სექტორში უჭირდება პროფესიონალური კადრები მომზადებული კადრები შესაბამისად ფილის მერიამ ჩვენთან ერთად შესაბამისად იმ დარგის განმავითარებლებით ერთად ვინც აკეთებენ შემდეგ ამ პროგრამას და ახორციელებენ შემუშავებული იქნა გარკვეული ტიპის პროექტი რომელსაც ქვია ისწავლე და დასაქმე რომელიც არის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი თბილისის მოსახლეობისთვის გამომდინარე იქიდან რომ მე თავშევე მინდა თქვენ მსმენელს ვაუწყო და უთხრა რომ ეს პროგრამები რომელსაც ჩვენ ახლა დავიწყეთ განხორციელება რეგისტრაცია დასრულებული და ესევე მინდა თქვა რომ იყო ძალიან დიდი კონკურსი ეს ნიშნავს იმას რომ ზაობა ძალიან მაღალია მოთხოვნილება ძალიან მაღალი და ძალიან მაღალი და პრაგმატულობა გაზრდილი ყველაზე მნიშვნელოვანი პრაგმატულად აზროვნებს ის თაობა რომელიც მოდის პროფესიული განათლების მისაღებად შესაბამისად ყველა პროექტი კეთდება ყველა პროგრამა კეთდება ჯერ ბიზნესთან ვალიდაციას გადის ბიზნესთან ტარდება წინასწარი კვლევები და ამის შემდგომ გავდივართ ჩვენ სახელმწიფო ავტორიზაციას და მერია უკვე შემდგომ ღებულობს გადაწყვეტილებას დააფინანსოს ესა თუ ის პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პროგრამაზეა გამოცხადებული მიღება და რაოდენობა საკმაოდ მაღალია, მიუხედავად ამისა საკმაოდ დიდი კონკურსია, თუმცა ესევე მინდა მსმენელს ვაუწყო, რომ შემდგომ გაზაფხულიდან კიდევ დაიწყება ამ პროექტის განხორციელება, მერია კვლავ გამოაცხადებს შესაბამისად ახალ მიღებას, ამიტომ ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება მოვიდეს, მოემზადოს, გახდეს კვალიფიციური კადრი და თქვენ ახსენეთ დასაქმება. ესევე მინდა გითხრათ, რომ იმდენად დიდია მოთხოვნა, იმდენად ბევრია ბიზნეს სექტორი ჩვენთან ურთიერთობაში ჩართული, რომ დამერწმუნეთ არათუ 100 ან 200 ათასობით ადამიანის დასაქმება ძალოს ბიზნეს შესაბამისად მათი მოთხოვნა მართლაც მაღალი არის საქართველოს მასშტაბით და გარდა ამისა ინვესტიციები რომელიც შემოდის ქვეყანაში თითოეული მათგანის პირველადი მოთხოვნა გახლავთ ჩვენ დავახვედროთ ადგილზე კადრები რომლებიც ჩაერთვებიან შესაბამისი ბიზნეს განვითარებაში ამიტომ შესანიშნავი პროგრამა გახლავთ და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ამ პროგრამით მოუწოდებ ყველას ისარგებლონ მოვიდნენ გახდნენ პროფესიონალები და ჩვენ დავეხმარებით შემდგომ დასაქმებაში, შვამდგომლობაში, ბიზნესთან ურთიერთობაში მოვიძებთ სამსახურებს მათთვის და უფრო მეტიც. ყოველი 6 თვის შემდგომ ჩვენ კურსდამთავრებულებთან გვაქვს კომუნიკაცია და მათ ვეხმიანებით, ვამოწევთ მათ მდგომარეობას, დასაქმების და ასე შემდგომ და თუ გიჭირდება შემდგომ კვლავ ჩვენი თანადგომა და დახმარება კიდევ დავეხმარებით იმის რომ მათ ასე ვთქვათ შეძლონ სამუშაო ადგილას მოძიება. კი ბატონო და ჩვენ პროფესიებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე მაინტერესებს შშმ პირთა ჩართულობა ამ პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მე შემიძლია ამოთქვა რომ ქვეყნის ცივილურობის განსაზღვრული გახლავთ თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს და როგორი მიდგომები გვაქვს ჩვენ შშმ პირებთან ინკლუზიური განათლებასთან ზოგადად ინკლუზიურობასთან ქვეყანაში და მე მინდა ვთქვა რომ რეფორმები რომელიც ჩაატარა ამ შემთხვევაში განათლების და მეცნიერების სამინისტრომ და ჩაატარა ზოგადად განათლების სისტემაში შემიძლია ვთქვა რომ შეიძლება უსწრებდეს ძალიან ბევრ პროცესს და ძალიან ბევრ რეფორმას და მე ესევე მინდა ვაუწყო ახლა და უთხრა მაყურებელს რა მიმართულებები განვავითარეთ და რა პრივილეგიებით სარგებლობენ შშმ პირები პროფესიული განათლებაში როცა ისინი ღებულობენ განათლებას. პირველი უნდა უთხრა რომ ეს არის ტრანსპორტირება თუ მაგალითად შშმ პირის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე მას აქვს
მოთხოვნილება რომ მას უნდა ემსახურებოდეს ტრანსპორტი, ჩვენ ვემსახურებით ტრანსპორტირებით. მეორე ეტაპი არის ეს არის ჟესტიკულაციის პედაგოგი, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს ძალიან ხშირ შემთხვევაში მობილობის წვრთნელი და ესევე განმარტავ რა არის მობილობის წვრთნელი, ესა გახლავთ ადამიანი, რომელიც უსინათლო ადამიანს ეხმარება თეთრი ხელჯოფის გამოყენებაში, გადაადგილებაში და ასე შემდგომ და თან ასწავლის ყოველივე ამას. ასისტირებას უწევს. მეოთხე ეტაპი გახლავთ სანიტრის აყვანა იმ შემთხვევაში თუ კი საჭირო და გამოსტილება ვისაც აქვს იციან რომ სანიტრის საჭიროება ძალიან ხშირად დგება ხოლმე და აუცილებელი არის რომ დაეხმაროს ეს შეშემპირს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და შემდგომი ეტაპი რა არის ჩვენ ყავს ძალიან კარგად მომზადებული სპეციალური თანამშრომლები, სპეციალური სპეცპედაგოგები და ესევე ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც იმ დონეზე არიან მომზადებული, რომ მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი მიმართულებით თანადგომა და დახმარება. თავარი რა არის? მიმღებლობა უნდა იყოს ძალიან მაღალი. შემდგომ ამისა თითოეულ სტუდენტზე ვაკეთებ თითო პორტფოლიოს, ამ პორტფოლიოში ასახულია თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებებზე მოთხოვნილი, ესე ვთქვათ, მოთხოვნები. ანუ ინდივიდუალურად არის მორგებული ყველა სტუდენტზე. მათგანზე არის ეს თანხდება პედაგოგთან და ინკლუზიური მიმართულების სპეციალისტს და თითოეულ სტუდენტს აქვს პირობა, უნიკალური პირობა იმისთვის, რომ მიიღოს ზუსტად ის ისაც მოვიდა ჩვენთან. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალი გვაქვს მოთხოვნა და მე ესევე მინდა უწოდო ყველას ვინც ჩვენ ახლა გვისმენს ან გვიყურებს რომ თუ კი მათ ყავთ ახლობლები ან მოკეთეები მეგობრები ეს სტიგმა დავამსხვრიოთ მოიყვანონ ეს ადამიანები ჩვენამდე და დამერწმუნეთ რომ ჩვენ მთელი პროფესიული განათლების სისტემა გამოთქვა მზაობას ჩვენ ჩამოვთვალე სერვისები რომელთაც ვეხმარებით და ვემსახურებით და გარდა ამისა სამწუხაროდ კიდევ დაგვჭირ ჩვენ ერთი სეგმენტი სამუშაო და ძალიან ხშირად ეს არის ცნობიერების ამაღლება ეს არის ინფორმაციის სწორად მიტანა და ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმას რომ უამრავ რა თქმა უნდა ამისთვის უპირველეს და ამიტომ არის თქვენი გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი და მადლობა ამისთვის და ესევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ჩვენთან თუ უნივერსალურად ადაპტირებული გარემო გახლავთ ყველა ეს მიმართულება გახლავთ ადაპტირებული როგორც ადამიანური ესევე ინფრასტრუქტურული სასურველი იქნება რომ მოგბაძოს საზოგადოებამ და ბიზნესმა იმიტომ რომ ბავშვები როცა გადიან ჩვენი სტუდენტები სივრცის გარეთ უკვე მათ ექნება წინაღობები მაგალითად ნებისმიერ ბიზნესში არსებული იქნება სავაჭრო ცენტრი, გასართობი ცენტრი თუ ასე შემდგომ მათ იქ ძალიან სერიოზული პრობლემები და წინაღობები ხდებათ, როგორც მიმღებლობითი ესევე ინფრასტრუქტურული, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ვახერხებთ ამის შექმნას, მე ვფიქრობ, რომ დრო არის ამ ყველაფერთან ერთად საზოგადოება, ბიზნესმა, სახელმწიფომ და ჩვენ ყველამ ერთობლივად მოვახერხოთ, რომ ეს პროცესი დაუძლიოთ, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მთავარი ღირებულებაა ჩვენთვის ეს ყველაფერი, ამიტომ ინკლუზია ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება. კი ბატონო, და ჩაგეკითხებით პროფესიები მაინტერესებს, ზოგადად ახალ პროფესიებზეც ვისაუბრეთ ჩვენ სანამ სტუდიაში შემოვიდოდით. და თავად შშმ პირთათვის უფრო რა მიმართულებაა დავუშვათ მისაღები საინტერესო რა თქმა უნდა ნუზოლოგიიდან გამომდინარე და არჩევანიც დიდია არჩევანი საკმაოდ დიდი არის ძალიან ხშირად უკვირთ ხოლმე და როცა მესმის გამოსტილებიდან გამომდინარე და ადამიანებმა როცა არის და არა აქვს ჩეხება ან გადაკვეთა ძალიან რთული არის თუმცა ჩვენ ამას უხსნით იმიტომ რომ როდესაც მოდიან თუნდაც რაღაც გარკვეული სხვადასხვა ტიპის ნოზოლოგიები და ჩვენ ამას ვეხმარებით რომ შეარჩიოს პროფესია ძალიან ხშირად ისეთ პროფესიებს ირჩევენ რომ საზოგადოებისთვის კი არის წარმოუდგენელი როგორ შეიძლება თუმცა იმდენად წარმატები ძლევენ ამ ყველაფერს იმდენად კარგად არიან ჩართულები ამ პროცესში რომ მე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ გვაქვს ათეულობით ძალიან კარგი მაგალითი кейსები იმისთვის ისინი დასაქმდნენ როგორც საჯარო სამსახურებში ესევე დასაქმდნენ კერძო სტრუქტურებში არიან ძალიან წარმატებული ადამიანები და მე ვთვლი რომ ჩვენ თუ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ და უფრო მეტ სივრცეს შევქმნით ინკლუზიური განათლებისთვის დამერწმუნეთ რომ შეგვეყოლება უამრავი და ათეულობით და ასეულობით დასაქმებული ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ მე ესევე ბიზნეს სექტორსო კიდევ უფრო მეტი უნდა მოვიდომონ იმიტომ რომ აქტიურობა მეტი იყოს მეტი საქმეება უნდა იყოს და მეტი მოთხოვნა უნდა იყოს. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ საუბრობთ დავუშვათ დასაქმების მიმართულებაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს და როგორ არის ჩართულობა ამ შემთხვევაში, მადლობა მე და ყველა იმ ბიზნესს გადავუხადო, ვინ ძალიან კარგად უყურებს ამ სიტუაციას და
კურსდამთავრებულები როცა საქმდებიან, მათ აქვთ უნიკალური პირობები შექმნილი, თქვენ იცით რომ დამატებით ჭირდება რა თქმა უნდა ეკლუზიური დასაქმების პროცესში, იქ უამრავი სხვადასხვა ეტაპებია პანდუსიდან დაწყებული სველი, წერტილები თუ სხვა ნიუანსებით უნდა იყოს მოწყობილი, რათა მათ კონდეს საშუალება რომ ისინი კომფორტულად ზნობდნენ თავს და გარდა ამისა ესეთები ძალიან ბევრნი არიან, სადაც კურსდამთავრებულები ძალიან კარგად არიან დასაქმებულები, მაღალი ანაზღაურება აქვს და მათ შორის გეტყვით რომ არიან ადამიანები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ და ეს შექმნა ზუსტად ბიზნესმა, საჯარო სამსახურებმაც შეუქმნეს ყველა პირობა იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად იმუშაონ ამა თუ იმ საჯარო ან კერძო სექტორში, კონდე დანაზო და ყველაზე მთავარი აქ მე ვთვლი, რომ ისინი როგორც ადამიანები შედგნენ, რომელიც ჭირდება საზოგადოებას და მოხდა ინტეგრაცია მათი საზოგადოებაში, რასაც ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე მთავარი თითქოს მათგანისთვის. ყველაზე მთავარი საშუალება, როცა ისინი სწავლობენ, წარმოიდგინეთ, როცა უსინათლო კურსდამთავრებული დაუშვა ჩართულია თარგმნელობით ნაწილში და მე ის ამოწმებს თუ რამდენად კარგად არის უსინათლოებისთვის რომელიღაც წიგნი ხმოვანი გაკეთებული და შექმნილი, ეს თუ არ იცი, ეს ტექნოლოგია თუ ვერ დაამთავრებს კომპიუტერულ მიმართულებას, ბუნებრივად ეს ვერ ეცოდინება. ამიტომ ესეთი ბევრი მაგალითი გვაქვს. მე შემიძლია თქვა ათეულობით მაგალითი მოვიყვანო ესეთი, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყველა მიცოდეს და მათ შორის შესაბამისად იმ პირებმა, რომელთაც ძალუს დაასაქმონ ეს ადამიანები. ახალ პროფესიებთან დაკავშირებით არის ძალიან საინტერესო თემა. ბიზნესი შემოდის და ითხოვს მიმართულებების განვითარებას, ეს არის IT მიმართულებებში, შემოვიდა ძალიან ბევრი ახალი საინტერესო მიმართულებები, ესევე საინჟინრო მიმართულებებში შემოვიდა იგივე CNC-ის ოპერაციული მართვის სისტემები, ეს მილიონობით ეს აპარატურა, მაგრამ თუ მას არ დახვდა ადამიანი, რომელიც მართავს სამშენებლო ინჟინერიაში, ამას ეს არის ურთულესი, იმიტომ რომ მას ჭირდება პროფესიონალი, ეს საერთოდ ახალ თემაზე მოგვს საუბარი, განახლებადი ენერგეტიკა, ეგრეთ წოდებული მზის პანელების მონტაჟი და მისი ჩაშვება წარმოებაში იმდენად დიდი ინვესტიციები იდება საქართველოში ამ მიმართულებით, რომ მათ ჭირდებათ ბევრი კვალიფიცირებული კადრი, რომელიც დასაქმდება ამ ბიზნესში. ეს ახალი პროფესიაა საერთოდ. შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიები, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში ან შემოვა, ან უკვე შემოსულია, საერთოდ ახალ თემებზე საუბარი. ეხლა დავიწყეთ ერთ-ერთ ძალიან მსხვილ ბიზნესთან ერთად ძალიან საინტერესო მიმართულების განვითარება, სადაც ანაზღაურება არის ძალიან მაღალი, მაგალითად ეს არის ეგრეთ წოდებული სამშენებლო მიმართულებისა და არა მხოლოდ, ესე იგივე ჭირდება ეგრე კატარღებს, ჭირდებათ გემებს და ასე შემდგომ, ძრავის დიდი გენერატორების მიმართულების სპეციალისტი, ახალი პროფესიაა საერთოდ ესეც და ბიზნესთან ერთად შევიმუშავოთ ეს პროექტი, ბიზნესი ჩართულია ბოლომდე პროცესში და ყველაზე მთავარი მინდა უთხრა, რომ იმდენად დიდი მოთხოვნა და თან შესაბამისად ანაზღაურებაც ძალიან სოლიდური არის. ძალიან სოლიდური ანაზღაურება ამ მიმართულებით, ამიტომ ესეთი ტიპის პროფესიები ჩვენთან ბევრჯერ ძალიან ხშირად შემოდის ხოლმე. არის თუ არა მოთხოვნა ახალ ძალიან დიდი მოთხოვნა, იმიტომ როგორც კი აღმოჩნდა, როგორც კი პირველი გამოცხადება გავაკეთეთ პროფესიის ჩვენ გამოვაცხადეთ მცირე შეზღუდული კოტა 15 კაციანი, აღმოჩნდა რომ ბევრი მსურველი ყოფილა, ბევრი კომპანია დაგვიკავშირდა, რომელთა ჭირდებოდა ამ გადამზადება და ეხლა გამოვაცხადეთ მერის დახმარებით ორი პროგრამა ჩაუშვით უკვე, ანუ ზუსტად ამ პროგრამებზე ბოლო პროგრამა, რომელიც ვახდა მიუხედავად ამისა, მაინც არ ყოფნის, იმიტომ რომ კონკურსია აქაც და ამიტომ ეხლა ვცდილობთ რამენერად გავაკეთოთ ისე, რომ მერიესთან შეთანხმებით უკვე გაზაფხულისთვის კიდევ დავამატოთ მისი პროგრამები და გეტყვით რომ გამოცხადებულ თუ არ ვშტები 250 ადგილზე, რაც გამოვაცხადეთ ახლა, დაახლოებით 600-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, საკმაოდ დიდი კონკურსი არის, მაგრამ დავამშვიდო მინდა ყველა მათგანი, აუცილებლად ჩვენ დავეხმარებით მათ, ეს სწავლა არის უფასო დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ და თბილისის მერის მიერ, შესაბამისად გაზაფხულისთვის ჩვენ მოვახერხებთ, რომ ისინი ვინც ვერ მოხდება ამ ეტაპისთვის, შემდგომ მივიღოთ და გააგრძელოთ სწავლა. ანუ არ დატოვებთ განათლების მიღმა. არ დატოვებთ განათლების მიღმა და ესევე მინდა იცოდეს მსმენელმა, რომ პროფესიულ განათლებაში როგორც გრძელვადიანი სწავლება, სადაც დიპლომირებული სწავლება, ესევე მოკლევადიანი მომზადება, გადამზადების და თბილისის მერის პროგრამები ისწავლა და დასაქმდა არის სრულად დაფინანსებული.
დაფინანსებული. ანუ მოქალაქეს არაფრის გადახდა არ უწევს და გეტყვით კიდევ უფრო მეც გვაქვს რაღაც მიმართულებები, სადაც სტუდენტებს ვაკმაყოფილებთ საერთო საცხოვრისით, ანუ მათ საერთო საცხოვრებელიც გააჩნიათ, სწავლაც უფასო გააჩნიათ, ვეხმარებით. შეუძლიათ რეგიონებიდან ჩამოსვლა. კი, მათ შორის ჩვენ რეგიონების განსაკუთრებით რეგიონებთან მიმართებაში გვაქვს ეს მიდგომები, ძალიან ხშირად მოგმართავენ ჩვენ სხვადასხვა რეგიონებიდან და არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოსთან, დასავლეთ საქართველოსთანაც ხშირად ხდება ხოლმე ანალოგიური ჩართულებები და იმდენად დიდი არის ბოლო პერიოდში მოთხოვნა, რომ ჩვენ გავხსენეთ მაგალითად ეხლა ფილიალი საჩხერეში, სადაც ესევე მოკლევადიან კურსებს ვახორციელებთ და წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება მასშტაბი არ არის დიდი რაიონი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ პირველივე მიღებაზე 80-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა და 80-ზე მეტი ადამიანი სწავლობს უკვე. მოკლევადიანი კურსები აქაც. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ პროფესიულ განათლებაში ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორც ბიზნესის ინტერესმა მოიმატა, ესე მოქალაქეების ინტერესმა მოიმატა, შესაბამისად ძალიან დიდია დაინტერესება და პრაგმატული აზროვნებაც მოიმატა. თუ ჩვენ 10 წლების უკან გვიჭირდა ბიზნესთან კომუნიკაცია, იმის რომ ბიზნესი შემოსულიყო პროფესიული განათლების განვითარებაში. დღეს პირიქით ხდება ბიზნესი ღია არის, შემოდიან ინვესტიციებს დებენ და ასე შემდგომ დავითარებენ ამ მიმართულებას და მე ანალოგიურად ანუ სახელმწიფო და ბიზნესი ერთად არის ჩართული. კი, მე გეტყვით ერთ საინტერესო მაგალითს ახლა კერძო საჯარო პარტნიორობის მიმართულებით, ზუსტად სახელმწიფოს კოლეჯისა და ბიზნეს ჩართულობით ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთი დიდი ჰაბის შექმნას თბილისში, დედაქალაქში და ეს იქნება ძირითადად დურგს, ესე ვთქვათ, ავეჯის კონსტრუირების, სადურგლო და ავეჯის რესტავრაციისა და ზოგადად მასიური ხის რესტავრაციის მიმართულებები, ყველა პროფესია თუ რამე შეიძლება ეხებოდეს ხეს, ყველაფერი იქნება ჩვენთან განვითარებული და აქაც მინდა გითხრათ, რომ ქართული და ავსტრიული ბიზნესებია ჩართული ამ პროცესში. ალბათ მე ვფიქრობ ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი შშმ პირი იქნება ჩართული. ძალიან, იმიტომ რომ აქ მოკლევადიან კურსები ჩვენ გვაქვს შშმ პირები, რომლებიც ხის მხატვრულ კვეთას ძალიან უნდა და ესევე მინდა ვიცი რომ თქვენ ძალიან გათვითცნობიერებული ხართ ამ საკითხებში, კერამიკა დავიწყეთ, კერამიკის მოკლევადიანი კურსები დავიწყეთ, მერია ზუსტად აფინანსებს ახლა რამოდენიმე ჯგუფს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა და ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ, როგორც ჩვენ ბოლოს ქონდა ასოციაცია ანიკასთან ერთად გამოფენა ქონდა. გავაკეთეთ, ესევე ქონდა სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მასტერკლასებს ვაკეთებთ ეს მასტერკლასები გამოფენებს ვაკეთებ და ჩვენ გვინდა რომ ბევრი ინკლუზიური ასე ვთქვათ როგორც ბევრი დღის ცენტრია დედაქალაქში და ანუ დღის ცენტრებთან ჩვენ ვატარებთ ყველა დღის ცენტრთან პრეზენტაციას ვატარებთ მივდივართ ხდებით ვესაუბრებით მოგყავს ხოლმე რომ შეარჩიონ პროფესია და ჩვენ ამაში დავეხმაროთ და გარდა ამისა მასტერკლასები მათთვის კოლეჯში ვეტარდება როგორც კერამიკაში ხის მხატვრულ კვეთაში საქმით ხელოვნებაში ანუ სადაც მათ ძალიან მოწონთ და არის თერაპია არის ჩართულობა და ძლიერი მხარის განვითარებაში ეხმარებით და გაძლიერებაში რა თქმა უნდა სურვილი მათთვის ინდივიდუალურია და ესევე მინდა ყველა მიცოდეს რომ ინკლუზიის თავარი ღირებულება გახლავთ ინტეგრაციასთან ერთად იმ ნიჭის განვითარება რომელიც მას განვითარებული აქვს და არა ახალი ნიჭის განვითარება თავარია იმ მიმართულების განვითარება რომელიც ის არის ძალიან ღრმად ასე ვთქვათ ნიჭი აქვს ამის ყველაფერი ყველა მოცემულობა აქვს რომ იყოს ძალიან ჩამოყალიბდა ძალიან ძლიერი და შესაბამისად ერთი პატარა кейსი მინდა გითხრათ რომ ერთი უმაგრესი ადამიანი ყავს რომელიც კოლეჯში არის დღეს დასაქმებული ეს გოგონა არის მე არ ვიცი უიშვიათესი ნიჭის ადამიანი შეშემპირი გახლავთ ჩვენთან არის დასაქმებული და შემიძლია ვთქვა რომ აი უბრალოდ 6 თვის მერე შეხვედრა რომ მქონდეს მაგალითად იაპონიის დელეგაციასთან და ვთხოვო რომ იაპონურ ენაზე უნდა დაიყვანო პრეზენტაცია მას შეუძლია 6 თვეში იაპონური ენის პრეზენტაცია გააკეთოს ანუ ეს ანუ უნიჭიერესია იმდენად მე ვეძახი რომ ეს არის აღმოჩენა მარგალიტი ჩვენთვის და უბრალოდ ყველას მინდა მივმართო რომ არ შეხედონა არასოდეს მათ ისე რომ აი არა პირიქით ისინი აბსოლუტურად თანაბარზომიერი გამორჩეული თავის ინტელექტით თავისი სულიერი თავარი გზავნილია თანაბარი უფლებები თანაბარი შესაძლებლობები ეს უნდა ვასწავლოთ საზოგადოებაში ეს არის თავარი რომ მივიტანოთ ბატონო მათე აი თქვენც ალბათ დამეთანხმებით თითოეული ჩვენთაგანის ჩართულობით საზოგადოებაც ამ მიმართულებით გაიზარდა და შედარება ახლა თქვენც დიდი გამოცდილება გაქვთ და პარალელს თუ გავატარებთ თუმცა თუნდაც 10 წელს მიღმა რაც იყო
და სწორედ ამ ადამიანების ჩართულობამ, გააქტიურებამ თითოეული ჩვენთაგანის თუნდაც დადებულმა აგურმა რა შედეგიც დღეს გვაქვს? აბსოლუტურად განსხვავებული. გუნდური მუშაობის პრინციპი. გეთანხმები. რა თქმა უნდა, სულ ვამბობ, იცით, რომ ჩვენ დაგვიანების დრო არ გვაქვს. კი ბატონო, ყველას ყველგან გვეჩქარება, მაგრამ დროულად ეტაპ-ეტაპ, მაგრამ ისე ვიმეორებ, დროულად უნდა აბსოლუტურად ყველა გამოწვევა იქნას დაძლეული. რა თქმა უნდა და ძალიან განათლება კიდე ამ ყველაფრის სათავეშია. სათავეშია, პირველი არის განათლება ამ ყველაფერში. მართლა ძალიან დიდი ნახტომი გაკეთა ამ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ჩვენ სკოლაში გვინდოდა დაგვენერგა ინკლუზიური მიმართულება, ეს იყო ურთულესი პროცესი, როდესაც ტერმინოლოგიების დონეზე აღარ იყო საუბარი იყო მიმღებლობის უდიდეს პრობლემაზე, რომელსაც მაშინ გადავაწყდი ჩვენ და ძალიან დიდხანს მოგვიხდა. რა თქმა თქვენ რაც ბრძანეთ, ეხლა ერთობლივად, ურთიერთობა, რომ ეს გადაგვეტეხა, ეს სტიგმა დაგვინგრია, რომ ანუ ინკლუზია რას ნიშნავს? ერთობას და არა დაყოფას, ხო? ინკლუზიურობა არის ჩართულობას, ინტეგრაციას და მაშინ იყო ამის ძალიან სერიოზული პრობლემა, მიმღებლობა იყო ძალიან დაბალ დონეზე, არ უნდათ რომ ეს ინტეგრაცია მომხდარიყო და ისინი ამას ხვანერად აღიქვამდნენ, ამიტომ ძალიან მთელ საქართველოში თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მე კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელად მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ამ შრომამ გამოიღო დღეს სადაც ვართ ახლა. და იცით რა, რაც შეეხება წარმატებული ადამიანების შრომ პირებს გულისხმობ წინაპრაზე წამოწევას, ამ პროცესის დამაჩქარებელია კატალიზატორი, ასე ვთქვათ, და აი ის პროგრამები, რა პროგრამებსაც თქვენ ახორციელებთ და საზოგადოებრივი კოლეჯის სპექტრი ამის ხელშეწყობია ისევ და ისევ ვიმეორებთ, განათლება, დასაქმება, ეს არის წინსვლის და განვითარების განსაზღვრელი ფაქტორი. და რა თქმა უნდა, შრომო პირების ასეთი ჩართულობა. თავარი თემა იგი არის მოტივაცია დანარჩენი ადამიანებისთვის და არა მარტო შრომო პირებისთვის, მინდა გითხრათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მოდის ჩვენთან, შესაბამისად, ანუ მე კიდევ ერთხელ ვუთხრა, მინდა უთხრას, რომ ჩვენი განსხვავება არის ძალიან დიდი კიდევ მაცლეულების უკან, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გაგვეჩნია აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენი ლაბორატორიები, ჩვენი ინფრასტრუქტურა პასუხობს იგივე სტანდარტებს, როგორც არის მაგალითად ყველაზე კარგად განვითარებული პროფესიული განათლება გახლავთ გერმანია, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, გულწრფელად შემიძლია თქვა, რომ უფრო უკეთესი ბევრ შემთხვევაში გვაქვს მოწყობილი როგორც ინფრასტრუქტურა, ესევე ლაბორატორიები, ამაში რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრები, ბიზნესმენები, ამაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები თან ერთად ამას ვახორციელებ და სახელმწიფოსთან ერთად, მაგრამ ეს არის რეალობა, რომ დღეს საქართველოს საკოლეჯო სისტემა პროფესიული განათლება არის აბსოლუტურად განსხვავებულ სიმაღლეზე. და აი საერთაშორისო პარტნიორები ახსენეთ და აი გაცვლით პროგრამებს თუ ახორციელებთ და რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გამოცდილების ძალიან მნიშვნელოვანია, აი გუშინ დავამთავრებ მაგალითად განახლებადი ენერგიის ტრენინგები ჩვენთან, რომელიც შვეიცარიელმა ექსპერტმა გააკეთა, ჩვენ ახლა ვამონტაჟებთ, ესე ვთქვათ, ვაკეთებთ განახლებადი ენერგია იქნება კოლეჯში, გამომუშავება იქნება, ეს ამას მოიხმარს კოლეჯი, მაგრამ ეს არ არის მარტო მთავარი არის ის, რომ კეთდება ძალიან დიდი ლაბორატორია, რომელიც მოემსახურება განახლებადი ენერგიის განვითარებას ქვეყანაში, რათა ვასწავლოთ მომავალ თაობებს და ზოგადად ვასწავლოთ სტუდენტებს, ვისაც ამის სრული გააჩნიათ, ხო? ესეც რა თქმა უნდა დონორების ჩართულობით მოხდა, იმიტომ რომ რეალურად შვეიცარიელი ექსპერტები ჩამოვიყვანეთ, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ და გვასწავლიან, შესაბამისად ატარებენ ტრენინგებს, ხო? გარდა ამისა, მე უამრავი გაცვლით პროგრამაზე გვაქვს ჩვენ. ეხლა გვქონდა ზუსტად იტალიაში ძალიან საინტერესო ბოლონის უნივერსიტეტთან ძალიან საინტერესო მოლაპარაკება. თქვენც რომ იტალია არის უძრავი და მოძრავი კულტურის ძეგლების მე ესე ვთქვათ, საოცარ უდიდესი ცენტრია მსოფლიოში და იმდენად დიდი გამოცდილება აქვს ამ თემაში, იმდენად დიდი გამოცდილება აქვს, გადავწყვეტეთ ბოლონის უნივერსიტეტის გამოცდილება გავიზიაროთ, მათი სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ, ჩვენები გადავამზადოთ, იმიტომ რომ საქართველოს ანალოგიურად უმდიდრესი ქვეყანა არის კულტურული მემკვიდრეობის, როგორც მოძრავი, ესე უძრავი ძეგლები და ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ დარგში სპეციალისტები და ესეც ყურადღებით მოისმინოს ჩვენ მოსმენელმა, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება როგორც ხის მიმართულებაზე, ესე ქვის მიმართულებაზე
ეს პროგრამა და ამის განხორციელებას დავიწყებ და შესაბამისად აქაც იტალიელი სპეციალისტების ჩართულობით მოხდება, მათი ექსპერტების ჩართულობით მოხდება ამ პროგრამის მომზადება და ანუ მე ვახსენე მაგალითად საჩხერე, სადაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლებას, მთელი მისი აღჭურვილობა, რომელიც არის უთანამედროვეს და საუკეთესო აღჭურვილობა ზუსტად ჩვენი მეგობარი ამ შემთხვევაში თურქეთის დონორის, ესე ვთქვათ, ორგანიზაციის მიერ იქნა აღჭურვილი, ამიტომ ეს გაცვლითი პროგრამა მათ შორის არა მხოლოდ აღჭურვა, არამედ ექსპერტის ჩამოყვანა, ექსპერტი რომელიც ჩაატარებს ესე ვთქვათ ჩვენი ტრენინგებს ჩვენი პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის, ამიტომ როცა ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ვცდილობთ რომ აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურის ნაწილი არ განვევითაროთ მარტო, რომ ჩამოვიყვანოთ ექსპერტები, ან ჩვენები გავუშვათ, იმიტომ რომ ანალოგიურად იყო გაცვლით პროგრამები, ჩვენი პედაგოგები მონაწილეობენ, ჩადიან, სწავლობენ, ეუფლებიან სხვადასხვა მიმართულებებს და მთავარი თემა თუ ენებრივი ბარიერი არ არსებობს. დღეს ამის საშუალებები გვაქვს, ჩვენი პედაგოგები და ჩვენი სტუდენტებიც მათ შორის მიულინებული იქნან სხვადასხვა ქვეყნებში ასამაღლებლად. დიახ, სასაუბრო ძალიან ბევრია, საერთოდ რო გვეწურება და ისევ რეგიონებზე მინდა აქცენტი გავაკეთო, თქვენ აი საჩხერე ახსენეთ და სხვაგან კიდევ თუ ხორციელდება. მე გეტყვით რომ რამდენად არიან თავად სტუდენტები და ახალგაზრდები ჩართულები და აქ თუ არა мотиваცია. ძალიან დიდი ჩართულობა განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრაქტიკულად არ აქვს დღეს ქალაქი ან დაბა საქართველოს სადაც არ იყოს პროფესიული კოლეჯი გახსნილი ან ახალი კოლეჯი, ეხლა ქართლში ხსნის განათლების და მეცნიერების სამინისტრო ორ ახალ უთანამედროვე კოლეჯს ბურჯომში დასრულებულია და უახლოეს პერიოდში გეგმავენ ბათუმში ხსნება ძალიან დიდი კოლეჯი, ახალი კოლეჯი შენდება საერთოდ და ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა როგორც ინფრასტრუქტურულად, ესევე გეოგრაფიული დაფარვით საქართველოში კოლეჯების განვითარება არის ასე ვთქვა ძალიან მაღალ დონეზე და ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებს მათი გემოვნების მიხედვით შეუძლია შეარჩიოს პროფესია ან კოლეჯი დაფინანსება არის სახელმწიფოს მიერ და მათ შეუძლიათ ყოველგვარი გადასახადების გარეშე დაეუფლონ იმ პროფესიას, რომელიც მათ ჭირდებათ მათი მომავლისთვის. კი ბატონო, და აი მოკლევადიანი კურსები ახსენეთ და გრძელვადიანი სწავლება და შეიძლება რამდენ ხანს გრძელდება? გრძელვადიანი სწავლება არის დაახლოებით ზოგი არის 1-დან 9 თვემდე, 1 წლიანი ან 2 წლიანი, 2 წლიანი გახლავთ ინტეგრირებული, როცა საბაზო სკოლას როცა ამთავრებს მოსწავლე მე-10 კლასია დღეს საბაზო, მას შეუძლია პროფესიულ განათლებაში ჩააბაროს კოლეჯში და მიიღოს როგორც პროფესიული განათლების დიპლომი, ასევე საშუალო ატესტატი. ეს ახალი რეფორმაა და რამოდენიმე წელია ვახორციელებთ და საკმაოდ დიდი მოთხოვნა გახლავთ. სხვა პროგრამები გახლავთ დაახლოებით 1 წლიანი ან უფრო ნაკლები, რაც შეეხება მოკლევადიან პროგრამებს, გეტყვით რომ ეს არის დაახლოებით 1-დან 3 თვემდე, ან 9 კვირა, ან 15 კვირა და ასე შემდგომ, სადაც ერთ მოდულს ვასწავლით. ეს მოდული შეთანხმებულია ბიზნესთან, ყველა ეს შინაარსობრივი ნაწილი ბიზნესთან გავლილია, ვალიდაცია მიღებულია და ზუსტად ის ადამიანები ჭირდება და ის კადრები, რომლებიც ჩვენთან ამთავრებენ ამ თუ იმ პროფესიას. და ეს ადამიანები და კადრები ჭირდება და რაც შეეხება ბიზნესს და ამით მინდა დავასრულოთ საუბარი, რამდენად არის ბიზნესი ღია იმისთვის, რომ შშმ პირები იქნან ჩართულნი სამუშაო პროცესში. მე მადლობა. და საქმების პროცესში. კი ბატონო, მე მადლობა მინდა ყველა იმ ბიზნესს გადავხოთ, ვინ ჩვენთან ჩართულებენ და ამის მაგალითი მე მათ შორის ჟურნალისტებს შემიძლია მოგეწოდოთ, სადაც ეს ბევრი ესეთი ფაქტი გვაქვს, თუმცა ვისურვებდი გაცილებით მეტი იყოს არეალი ბიზნესის მხრიდან შეშემპირების ჩართულობის და დასაქმების მათ კომპანიებში. მე მესმის რომ მათ ჭირდება დამისთვის სპეციფიური მომზადება, უამრავი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თემის მომზადება, გადაკეთება და შესაბამისი კომფორტის შექმნა, მაგრამ დამერწმუნა რომ ისინი გააკეთებენ ძალიან მაგარ და ძალიან დიდ საქმეს.